ბიჭო ნახე რას ფიქრობდი რომ შენ ხარ YouTube-ის ნამუსი და სინდისი მართლა ეგრე მგონია რა შენ იმენა ონაი ლუკა შენ არ გაგიტყდეს შენს ახლოს ხარ ამ სტატუსთან მე არ მაქვს პრეტენზია მაგრამ პირველ რიგში შენზე უნდა ვთქვა რა იმიტომ რომ გამახსენდა მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრი კარგი და მაგარი ადამიანი გავიცანი ამ პერიოდში YouTube-ერები და ბევრი ისეთი ტიპია მართლა რომელზეც აი ვიტყვი რომ პრინციპული ადამიანია და ეს ტიპი რაღაცეებს არ გადაუხევს და რაღაცებს არ იკადრებს, რაღაც არ გააკეთებს, ნუ კაი ტიპია, კაი როჟაა რა. და აი რო გამისწორდა რომ რა კაია რომ ეს ადამიანი გამაცნო ამ პლატფორმამ. და შემიძლია რომ აი შეჩემათი ვიყო ტიპთან, აი აჩი მაგალითად, מחარაც თვითონ და აჩი რა, აი უჯიგაი უმაგრესი კაცია რა. ორივე. מחარა ძალიან ჯიგარია და ძალიან სწორი ტიპი არის რა. მიუხედავად იმისა, რომ როგორ თამაშობს ხანდახან და როგორ ბოროტ პერსონაჟს. ხო, ძალიან სწორი ტიპია რა. ზუსტად ვიცით ან რა როჟაც არის რა. და აი ესე თაშიო წაყვები, თაშიო წაიყვან. რაზვეტკაში რო წაიყვან, ხო იცი ეგეთი ტიპი არის. კი ამან შეიძლება რაღაც ყლეობა გააკეთოს და გესოლონ. ახარა რა ენდობი რა, ვიცი რომ დაგაღალატებს რა. ისე როგორც აჩი, ბასტო, ქორო რა, ბევრი ტიპია რა. ჰიტა იყო აგერ თუნდაც თქვით G2 იმენა უსაყვარლესი კაცი. ხო და მიუხედავად მაგისა, აი შენ მგონია რომ ხარ რაღაცნაირად ეგრე გამოვიდა რომ იმენა რაღაცა სინდის ნამუსი ხარ YouTube-ის. არ ვიცი, ატომ ფიქრობ ეგრე ზუსტად რა. მაგრამ აი რაღაც ეგრე მგონია რომ ეგ ტიპი ხარ რა. რომ აი ბიჭო სწორი ტიპი ხო ხარ, სწორი ადამიანი ხო ხარ. ძალიან ზედმეტად გამოყლებულობაში არ მინდა გადავიდეს, მაგრამ ძალიან პატიოსანი ტიპი ხარ. სწორად აზროვნებ და სწორი პრინციპები გაქვს, სწორი მიდგომა გაქვს საკითხებისადმი რა, ადამიანების მიმართაც და ზოგადად საკითხებისადმი სწორი მიდგომა გაქვს რა. და ანუ აი ვიცი რომ რაღაცა რომ სწორია, რაღაცა რომ აი მართალი იმ ხარეს იდგები ყველა პონჩი და იმ აზრს გააჟღერებ და იმ ხარეს დაიჭერ რა და რაღაცებს არ გეშინია კიდე, რაღაცების თქმის არ გეშინია და კაია ეგ. და კაია რომ შენ ხარ ეგეთი ტიპი რა, კაია რომ ვიღაცა შეიძლება ბევრი არ გიყურებდეს, მაგრამ ბევრი გიყურებს. ახოდუ ქვეყანაში. და კაია რომ შენ ერთ ტიპს და კიდე ბევრ კარგ ტიპს რომელიც არის, ბევრი ადამიანი უყურებს რა. და რომ უსმენს და რომ აფასებს შენ აზრს თუნდაც და რომ ეთანხმება. ხო, მაგრამ YouTube-ის სინდის ნამუსია, ანუ YouTube-ის რატო? ბიჭო, ანუ რავი, ეგრე მომინდა თქვა პროსტად რა. ხო, ზოგადად შენ ზოგადად რომ მიცნობ YouTube-ს მიღმა და ისედაც მაქედან რამდენი ამბობ მაგას. არა, რას ამბობ, იცი, ვიღაცებს ახ მე მგონია, შეიძლება ვწდები, მაგრამ მე მგონია რომ აი გარეშე პირების ახკმაში ვინც YouTube-ზე არ არის, ვთქვათ, მაგრამ სხვაგან სფეროშია. იმ ტიპების ახკმაში შენ ხარ ერთ-ერთი პირველი YouTuber-ი, ტოპ YouTuber-ი, ასე ვთქვათ, რომელსაც აზრი მოეკითხება ქვეყანაში YouTuber-ებიდან და ამ ტიპებს შორის ხარ ნაღდათ ისმასტი ერთ-ერთი პირველი ტიპი, რომელიც სანდოა რა, რომ აი იცი რომ ეს ტიპი რაღაცეებში არ იყო გამოჭერილი, რაღაცაში არ გასვრივლა, რაღაცა არ გაუკეთები. ხო, სუფთა ტიპია რა და თან ნაღდი ტიპია. სუფთა ტიპია, ნაღდი ტიპია, მართალი ტიპია და მარტივად რაღაცა ყლეობას ვერ შეტენი რა და ვერ მოუგონებ. მიუხედავად იმისა, რომ მცდელობები იყო. და კიდე იქნება ამ ქვეყანაში კიდე იქნება ეგეთი რაღაცეები, მაგრამ არა უშავს. ბევრად მე დარწმუნებული ვარ. საინა გადაუხვი ახლა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად მეტნი ვართ. კაი ხალხი ამ ქვეყანაში. ვიდრე ცუდი. მადლობა დადო გულწრფელი შეფასებისთვის. ის დონაციების ფული რაც არის, ანუ არ მინდა მე საერთოდ, ანუ შენი იყოს. ხა ფულს თხოვს. არ მინდა, მაგრამ ჩემთვის კი არ მინდა. აუ, რა კაი კომენტარი იყო. მე ძალიან მიხარია, რომ ერთად ვაკეთებთ აგერ ამ გადაცემას. მე მიუხედავად იმისა, რომ YouTube-ზეც ვიყავი, მათ შორის ფეხბურთზე გადაცემაც მქონდა ნიასთან ერთად, მე ყოველთვის მინდოდა და მისწორდებოდა შენთან ერთად თამაშების წაყვანაც, შენც ბევრჯერ გითხოვს. აი ხო, კოდებით შეჩემა. არა. მინდოდა რომ YouTube-ზე ყოფილიყავი შენც რა. აი ძალიან მინდოდა რომ ყოფილიყავი მართლა, იმიტომ რომ ანუ ჩემი აზრით შენ მე რაც გიცნობ რა 2012-ში სადღაც მაგ პერიოდში მოვედი ხო? არ მინდოდა რომ როგორ გითხრა რა, ცუდად არ გამიგო. აი ჩაკარგულიყავი რა რაღაც პონჩი.
არა მგონია რომ არა ეხლა შეიძლება არ იკარგებოდი და ჩანდი ისას და გიცნო მაგრამ მე მგონია რომ ანუ შენი ნიჭის ანუ წარმოჩინების თუნდაც და ბევრი რაღაც გაგების პონჩი ანუ მე რო გიყურებდი ეხლა შენ და როგორც აკეთებდი საქმეს და მე ვასებოდა როგორც აკეთებდი და ანუ ეგ თემა არ მინდოდა რომ ისე დარჩენილიყო რა და ძალიან მიხარია საბოლოო ჯამში რომ აი ეს თუნდაც ჩემი დაწყებული რაღაც YouTube-ზე მაიმუნობა თავიდან და რაღაცა ისე გამოვიდა რომ შენც ახლა ისე უყვარხარ ხალხს და ისე შეგიყვარეს რომ აი ეგ რაღაცა ჩემი ჩანაფიქრი რა ანუ აი სურვილი რომ შენ აი ლოკალურ დონეზე მაინც ეგრე ვიტყვი რა იქ კი არ დარჩენილიყავი ანუ ხალხს გაესო ვა ტატო ანუ ძალიან მაგარი ტიპია ანუ ძალიან მაგარი შეხედულებები აქვს ანუ ძალიან მე შენგან ბევრი რაღაც მაქვს ნასწავლი ამ სფეროშიც ისედაც ადამიანურ პონჩის და რაღაცა და მინდოდა რომ ეს ყველაფერი ხალხისთვისაც გეთქვა რა ანუ აი ყველაფერი რასაც მე და შენ გვილაპარაკია მილიონჯერ და ძალიან მიხარია რომ საბოლოო ჯამში ეგეთი ამბავი შედგა რა იმიტომ რომ აქ ეხა ჩვენი ამ რაღაცა მეგობრობის მაკაცობის და ურთიერთობის გარეშე არ გამოვიდოდა ის რასაც ვაკეთებთ იმიტომ რომ ბევრი პროექტი იხურება ხოლმე ბევრი რაღაცის გამო მილიონი მიზეზი შეიძლება მაგისი იყოს და ჩვენ მეგობრობა მაგიტო მიყვა რატო არის მეგობრობა რატო ვატრაკებთ ამ YouTube-ზეც და იმაზეც რომ მეგობრობა და ერთ გვერდში დადგომა და რაღაცა არის კაი ჩემი და ტატოს გადაცემა ჩემი და მახარს გადაცემაც არის მაგაზე რომ ანუ ძმაკაცები ვართ რა ერთმანეთის და კარგად გამოგვდის მაგიტო საქმე მე და ტატოს რომ ერთმანეთში არ ქონდა რაღაცა კარგი ერთმანეთის მიმართ კარგი დამოკიდებულება შეიძლება რეპორტაჟზე დამждარიყავით და აი რაღაცა ისინი გვეფიქრა რომ აი ტატო რატო მეუბნები ხა ამას რატო ხუმრებით სუდად და მე რა მეკბინა შენთვის და ბოროტად გაგვეთებინა ერთ რაღაცა ყლეობები რა ეგეთი რა და კარგია იმ ადამიანებთან საქმის კეთება ვინც გიყვარს და შენიანია იმასთან საქმის კეთება არის ძალიან მაგარი და მინდა რომ ეგ მეგობრობის და ძმაკაცობის და რაღაცა თემების ირგვლივ იყოს გაერთიანებული ქართული YouTube-იც და არ მიხარია საერთოდ ვიღაცების ცუდი კომენტარი, დაჯმა, გინება, შეურაცხყოფა და კენწვა. ანუ არ მივესალმები მაგ იმას რა ქვია კონტენტს და არის ეგეთი კონტენტიც YouTube-ზე, აი რაღაცა ერთმანეთის დაჭმის და ასე შემდეგ და. მოკლედ ეგ არის და ეგ. განარჩენი შეუბერავთ მეგობრებო ახალი სეზონიდან. ლუკა, აი რა გინდოდა ეხა რა დროშები იმაშვება შეჭება ეხა. მე რა მინდოდა დავიწყე, მაგრამ ბიჭო მართლა ფიქრობდი მაგაზე რა, მეთქი აი შენ ხარ? რაღაცა ისე ტიპად წარმოგიდგინე რა, რო აი ანალოგიურად. არა, მე არ ვარ, მე არ ვარ. მე მაგასთან ახლოს არ ვარ. აი შენ ხარ როჟა, რომელიც სინდის ბიჭო, სტატო, კაპიცე ხარ. კაპიცე ბიჭო, ეხა არ გადამრიო ეხა. სინდის ნამუსზე და სწორ შეხედულებებზე და იმაზე ხა? მე არა, მე გასწროში ვარ კაცო ეხა. ეს შენი ის არის და გაპიცებ ეხა დავლიოთ ეხა ერთი ჭიქა დავლიოთ და მე დავიშალოთ ბიჭო ვიღაცებს დაწერე რომ დავიკრინჯეო და რა იყო დასაკრინჯი ხო რუბერავს რას ფიქრობდი ის თქვი დასაკრინჯი რა იყო არა სეზონის ბოლო პატარა შეჯამება გავაკეთეთ ბიჭებმა რაღაც ორი ჭიქა დავლიეთ ხო არა ნახე ვიღაცა დაწერა დავიკრინჯი მაგრამ ფაიზაღიაო აბა რას დაიკრინჯე მაშინ არა ნუ ეხა ის არის არ არის ბიჭო არა მე შევლი სულ იმას ვამბობ რომ გამოყლევებული ისა ტატო გეყოფა გააჯვი რაღაცა ეგეთი და უცებ რაღაცა დაიწყე სინდის ნამუსზე და რაღაცა ხალხმა იფიქრა რომ ამათ ვართ ერთმანეთს ვალ უყვართო ბიჭო ამათ გონიათ რომ ჩვენ ისე დამოკიდებულობ ერთმანეთს მიერ და ვაჯვამთ ერთმანეთს გაიგე ხა მე და მახარასაც და მე და შენს რაღაცა კინკლაობა და ესენი გვაქვს ხოლმე ხშირი და უცებ რომ დაინახეს რომ ბიჭო არა რეალურად სხვა რაღაცა არა მე მართლა გულით მინდოდა ვიცი გენოცვალე კიდევ ერთხელ გეუბნები მართლა არ ვიცი რატო ფიქრობდი მაგაზე მაგრამ იმიტომ რომ მოვიდა თავში ეგ დანაკლისია ეთყობა ქვეყანაში დანაკლისია მაგის გაიგე და მაგიტო ნამუსის და სინდისის არა ეგ არის კი მაგრამ მაგიტო არის გულიანი კაცი ხარ ჩემო მაგიტო არისო ვაფშე არ მახსოვს აზე საიდან მივედი მაგამდე მაგრამ ეგ მახსოვს რომ ბიჭო მეთქე კალა არის ტიპი კაი აღარ გინდა არა მაგრამ როგორ ფიქრობდი იცი რომ როგორ ფიქრობდი შემოვა პრანკიაო შეჩემო არა ბიჭო მეთქი ეს ტიპია ანუ უცებ ფიქრობდი რომ ხარ რაღაცა ისეთი რომ ამეთქი რა ბიჭო ეგ არ უნდა იყოს გამორჩეული და ზამა ეთახმე მაგაში ყველა
ყველა უნდა იყოს ეგეთი. მაგაში გეთახმები. მე მეცით პატი, მართლა. რა? ნუ იჭხუებთ, ხა მაგრამ. არა, ესეთი საფინალო ტრაქშიც რომელი ვეჯერ არ მინახავსო შეჩემა. რაო? ესეთი საფინალო ტრაქშიც რომელი მე არ მინახავსო შეჩემა. რატო წაუშალეთ? მეც ისე ვიკრინჯები. რა სიკრინჯები? რატო იკრინჯებია ბიჭო? გაიზო მართლა ამიდგავს. ვინა ჩემი პატარა ანუ ეგეთი მახარას აჩვენეთ კაკრას. მოკლედ მეგობრებო, არა, მე იმის რების ჯინაზე. მე იმის თქმა მინდოდა რომ რაღაც მოსუდა ის თქმა მინდოდა, მაგრამ აი, გავიგეთ, შეჩემა, აღარ გინდა ეხა. შო. მაგას გაცნო დამთავრდა მე კითხავ რატო ფიქრობდი ჩემზე იმ დღეს. არ ვიცი შეჩემა. აზე არ რაღაც კითხავ მეც გამიჩნდა და საიდან მივედი? ძალიან მაინტერესებს რატო ფიქრობდი მაგას. საიდან მივედი ვერ გავიხსენე რა. კაია, კაი. ბიჭო, გეიმაში რატო გატარდა ეს გოზიშვილი? მართლა ვერ ვიგებ, ანუ ხო არ უბერავთ თქვენ. გეიმაში რატო გატარდა? გატარდა დროშა დაგახატა თავზე შეჩემ. ეგ მაგრამ მანამდე დროშა იმდენ დამახატა რომ მანამდე კომენტარებში წავიდა და გეი პონტი რატო იყო? ეგ ვერ გავიგე შეჩემ. ბობნე კომენტარებში ეწერა ეხლა უნდა იკოცნა. ხო და რატო? ძვაკაძე რო ძვაკაცს რა გასეუბნები ის არის აუცილებლად მოტყნა მინდა ამისი თუ რა შეჩემ ანუ. კარგი ერთია. აშუაშია. კარგი ერთია და შენ ხარ სინდის ნამუსი და ჩემი ცხონება და სინდის ნამუსის მერე ვინმის მოუწყნავ შეჩემა გზად ყოფილა კაცობრიობის ისტორიაში ეგეთ შემთხვევა ერთი ადამიანი მეორე ზონა სინდის ნამუსი და მერე გაურჭვია შეჩემა არ ყოფილა ეგეთ შემთხვევა არა რაც მარიცის დატო რა ყოფილა სინდის ნამუსი თუ შეაბი ვიღაცა შეჩემა ესე იგი ისედაც გაძლევდა ის ხო შეიძლება ეგრე ფლირტაობა რა შენ რა ვიცი სინდის ნამუსი ფილტა შენ ჩემი სინდის ნამუსი ხარ სინდის ნამუსი და მერე მოდი და ვის გაუგია ეგეთი რაღაცა შეჩემა პირიქით შეუსინდისო შეუნამუსო მოდი აქ ეგ უფრო შეიძლება. არა, გეის აი რა ვერ მივხვდი ძმაო. კაი, შეჩემა რაზე ავარდი ადამიანზე. რაზე ავარდი შეჩემა, კაი რა. არა, კალა, შენ ხარ ყლე. ეგ უნდა ხალხს. ეგეთი რაღაცა უნდა მეთქვა შეჩემა, შენ ხარ გამოყლეებული. კაი, ცუდი ტიპი, საზიზღარი. რა სინდისი გაქვს? ნამუსი არა აქვს. სინდის ნამუსი გარეცხილ აქვს, მაგ გარეცხილ. სინდისი გაქვს და ნამუსი კონდ გარეცხილი გაქვს. ბოლოთ არ დაგენძრეს ხა. კალათის მოდით გული დაწერეთო შეჩემა. ბოლოთ აიმენა ფორმაშია ისეთებს წერს დღეს ბოზიშვილი.